აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის ომის მონაწილე მებრძოლები დააჯილდოვეს. საპატიო სიგელები მათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ 1993 წლის ტამიშის, შრომისა და კამანის მიმართულებებზე წარმოებულ ბრძოლებში გამოვლენილი განსაკუთრებული მამაცობის, თავდადების, სამხედრო მოვალეობის ერთგულად შესრულებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში შეტანილი ღირსეული წვლილისთვის გადასცა. საპატიო სიგელი ასევე გადაეცა აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის დედას, ციალა ჩხეტიანი ცინდელიას, რომლის 4 ვაჟი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა შეეწირა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები. უმაღლეს საბჭოში შედგა ვეტერანების დაჯილდოება. ამ ადამიანებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით და ერთ-ერთი მათ შორის ქალბატონი ციალა ჩხეტიანი, ცინდელიანი, რომელმაც 3 შვილი დაკარგა აფხაზეთში, მეოთხე აქ დაიღუპა, დაჭრილი ტყვედი იყო. ჩვენთან აფხაზეთში ჯერჯერობით სანამ დევნილობაში ვართ, უმაღლესი ჯილდო არის საპატიო სიგელი. და ჩვენ სწორედ საპატიო სიგელები გადავეცით ამ ადამიანებს. მადლობა უთხარით, თუ ეს მათთვის რამეს ნიშნავს, იმიტომ რომ არ არსებობს სიტყვები, რომლითაც შეიძლება სრულად შეაფასო ამ ადამიანების ღვაწლი ქვეყნის წინაშე. ეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. 33 წელიწადი გავიდა და ყველაფერი ბავშვობთანაც ახლა ივლისის დღეებია, ისეთი ბრძოლები იყო. 92 წლის ოქტომბრიდან ვარ ამ ადამიანთან ასეულში და აი ივლისის თვე უკვე ბოლო თვე რო იყო ივლისი უკვე გვიწევდა წინა ხაზას ყოფნა. ძალიან ბევრი ბიჭი დაიღუპა, სოხუმელები, ვისაც ვიცნობდი, კლასელები. მადლობელი ვარ, რომ გახსოვთ და შედიხართ ჩვენ მდგომარეობაში. ძალიან მძიმეა და ძალიან ძნელია. 4 შვილი დამეღუპა აფხაზეთის ომში, კამანში, შრომა კამანში. ერთი ტყვეობაში იყო, 7 თვე იყო ტყვეობაში. ის ტყვეობიდან გამოუშვეს, გამოვიდა, მაგრამ რა ყველანაირად განადგურებული იყო. მადლობა ყველას იმისთვის, რომ მართლა გახსოვთ და არ ივიწყეთ.